არის დილა, როცა გამითენდება და ხანდახან ვფიქრობ და სხვათა შორის დღეს დილას ვქონდა და ახლა გამოვედი ამ მდგომარეობიდან, რომ ერთი რას სიკლავ თავს რა, აი რას ნერვიულობ. მიხედე შენ თავს ამ ევროპაში და ნამდვილად გაძლევს ევროპა, რა თქმა უნდა, დიდი შრომის და ბრძოლის შემდეგ იმის საშუალებას, რომ 10 ჯერ უკეთესად იცხოვრო, ვიდრე საქართველოში ცხოვრობ. აი ნამდვილად გაძლევს ევროპა ამის საშუალებას. და ყოფილა დილა, როცა გამოვიძებია და მიფიქრია ამაზე. და არ ვიცი, მაგრამ მაინც არ მინდა ამას შევეგუო და როდესაც ხარ თუნდაც ემიგრაციიდან ბრძოლაში ჩამული, თუ გიფიქრობ, რომ დამარცხდები, ესე აუცილებლად დამარცხდები. თუ გიფიქრობ, რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ. და დღეს მოვედი, აი ამ წუთას მოვედი იმ ხასიათზე, რომ ბრძოლა ბოლომდე. ბრძოლა ბოლომდე. რა ვიცი, ახლა გუშინდელმა სალომეს სიტყვამ, დღევანდელმა გახარიას თურმე არჩევნებში მონაწილეობამ მიმიყვანა ამ დილას ამ ხასიათზე. ყველა პოლიტიკოსია, ყველა თავისებურად უყურებს ქვეყნის გადარჩენას, მე არც არავის ლანძღვას ვაპირებ ამ წუთას, არც არავის შეჩვენებას, მაგრამ მინდა ერთი რამ თქვა. როდესაც არჩევნები დამთავრდა, ხალხს რო არ ემარჯვა და არ გამოსულიყო ქუჩაში, პარტიების უმეტესობა ნამდვილად შევიდოდა პარლამენტში, როგორც 2020 წელს შელაგდნენ და ახლაც შევიდოდნენ. და თუ ჩვენ არ ვივარგებთ, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, პარტიების უმეტესობა იცოდეთ, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მიიღებენ ყოველგვარი წინაპირობებით. აი მე თუ თქვა წამოაყენებენ პირობას და პროცესებს გადაიყვანებენ პოლიტიკურ ჭრილში, იქნება ძალიან კარგი, რომ არჩევნები კი ბატონო ვღებულობთ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კანონის ცვლილების შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ CSKO-ს ცვლილების შემდეგ და მხოლოდ და მხოლოდ პატიმრების განთავისუფლების შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის კანონის შეცვლის შემდეგ, ერთი მითხრან, ამიხსნან, სადაა ქვეყანაში თვითმმართველობა, ამნაირ ცენტრალიზირებული ხელისუფლება არ ყოფილა კომუნისტების დროსაც. რაიკომის დივნებიც კი უფრო მეტ თამამდა თავის გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ვიდრე დღეს იღებს რომელიმე მერი ადგილზე რა თვითმმართველობაზე მელაპარაკებიან. და ნუ გასაგებია, პოლიტიკოსი ხარ, გასაგებია, შენი ნაბიჯი, ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ არ არსებობს თვითმმართველობა. რა თვითმმართველობა შეგვიძლია მონაწილეობას? თუ კი პირობები დაიდება ევროპული გარანტიით და წინა საარჩევნო გარემო შეიცვლება, თვითმმართველობის კანონი შეიცვლება, პოლიპატიმრები გარე არიან და გარანტია იმისი, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება საპარლამენტო ამ არჩევნებიდან 6 თვის მერე, 5 თვის მერე, ნუ არ ვიცი ახლა როგორაც დაითქმება, აი ეს კიდო გასაგები და მისაღებია არჩევნებში მონაწილეობას. ამ პირობებში შესვლა არჩევნებში ეს არის ტრაგედია. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე მინდა მოუწოდო იმ ახალგაზრდებს, იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ფეხებს დაუკოცნი და ნამდვილად ქეთს ვიხრი მათ წინაშე. იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დგას, ვინც ყოველდღე რუსთაველს კეტავს. თქვენ ახართ ყველა ლიდერი. ნუ უცდით ლიდერებს, თქვენ ხართ ყველა ლიდერი. ჩვენ ვართ ღმერთები. რამე თუ ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატა თვისად, ესე ჩვენ ყველანი ვართ ღმერთები. ჩვენ ყველანი ვართ ლიდერები. ჩვენ ვართ და ჩვენი ექვეყანა და ჩვენი გადასაჩენია და ამჭირდება არავინ. და არ ველოდები არავის. აი ასე უნდა მიუდგეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ. აი რა გახდა ამნაირი, რომ ვაიძულოთ თუნდაც ის პარტიები. არ შვებიან, აი ჩვენ ვქნათ, დავიწყოთ რეგიონებში სიარული.
30 მანქანის შეკრება რა გახდა, ანუ 40 მანქანის, რომელიც სვლელობას გააკეთებს ქუთაისში, ბათუმში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქში, წყალენჯიხაში, თელავში, რავის ყველგან დუშეთში, მესტიაში. აი რა გახდა ასეთი რომ რეგიონები ჩავთოთ. მოდი, ნუ უყურებთ, ნუ რავით, ჩვენ ყველანი ვართ ლიდერები. ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა და ჩავთოთ რეგიონები, ვიაროთ და აი რა გახდა ბოლო-ბოლო სოლიდარობა ჭიათურებს. აი რა გახდა ჭიათურაში ასე დევიჯერო 20% მაინც არა, ჩვენი მოხრე რომელიც შეგვდება. აი როგორ უნდა დავიჯერო, იგი რომ ჭიათურა თუ ახლა თუ ჭიათურაში არა გვყავს, მომხრე თუ ახალციხეში არა გვყავს, თუ არსად არა გვყავს, მოხრე მაშინ დავანებოთ და იყვნენ ედედა აფეთქებულები, კაცო. და მივიდეთ იმასთან ერთი კაცი, აი მივიდეთ იმასთან და ქეთს ვიხრი იმ ქალბატონის წინაშე, რომელიც სენაკში მარტო დგას ამდენი დღე. და კეთილი ენებას სალომეს და აი ის უნდა ეხსენებინა. ის ქალბატონი უნდა ეხსენებია. აი ზუსტად ასე ერთი ადამიანის ყველა სოფელში შევქმნათ პროტესტი. აი ერთი ადამიანის მეც საქმეს აკეთებს ახლა ის ქალბატონი სენაკში მარტო მყოფი ვიდრე თქვათ ქუთაისში თუ ბათუმში თუ ახალციხეში თუ თელავში სადაც მიდის აქციები. აი მე ვარ ამაში დარწმუნებული. ისეთი ქალბატონი მეც საქმეს აკეთებს და კეთილი ვინებოთ ჟურნალისტებო, ჩავიდეთ და გავაშუქოთ. ჩავიდეთ და ყოველდღიურად გადავცეთ ინფორმაცია და კეთილი ვინებოთ. აი რატო გამოყავ, აი არ ვიცი რა. აი რატო აშუქებ თქვა კობახიძემ, თქვა ეს ზარქუამ, თქვა ის. აი რატო აშუქე, ეს ხო არალეგიტიმური ხდება. მე გამაშუქი, აგერ მეც ვარ ხელისუფლება, გეუნე მე ვარ თავრობა, მე ვარ პრემიერ-მინისტრი, მოდი ახლა მე გამაშუქე რა. და ზუსტად ისეთი პრემიერ-მინისტრია, როგორც მე ვარ ახლა კობახიძე რა. და რატო აშუქებ? საერთოდ რა დაიკიდეთ ფეხებზე დედა აფეთქებულები, მაგენის ნათქვამი. დაიკიდეთ ფეხებზე რომ არ არსებობენ ქვეყანაზე და всё, დამთავრებულია. აი რა მოხდა ამის გაკეთება? რომ დავიკიდოთ ფეხებზე ქართული ოცნება, რა სიტყვის, რა სიზავს, ვის დეიჭერს, რატო დეიჭერს, როგორ ახსნის. საერთოდ არ გავაშუქოთ, საერთოდ არ ვახსენოთ. საერთოდ რა ხო შეიძლება ერთი დილა გაგვითელოთ. რომ ტელევიზია არ დევინახო დინარაძე, არ დევინახო ზარქუ, არ დევინახო ვიღაცა შიბაქები და მეტი არაფერი. რა გაათენეთ დინა? რომ აი საერთოდ არ გამოაჩინოთ ტელევიზორში კობახი. არ აყავს ამ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი ხო ვიცახით ასე, ხო არ აყავს და ნუ აჩენ რა. არ ვიცი რა, მე აი სისხლი მახჩობს, ბოღმა მახჩობს. როგორ ერთხი ხოს, როგორ უნდა მევერიოთ ქართველი ერის უმრავლესობა რა. და ამას უნდა გაფიცვები ყოველდღიურად, გაფიცვა. რეგიონებში სიარული რა გახდა 30 მანქანა მეტროს გაჩერება რა გახდა ამნაირი რა 10,000 კაცი რო ჩევიდეს აი 26 აი ჩასულიყო 10,000 ადამიანი ერთდროულად სხვადასხვა მეტროს სადგურებში პარალიზებულია დედა აქ ნატირები ჩადით რა რასაბლატაებს კობახის იმას ყალაძე დედა აფეთქებულს რა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს პარტიები ყველა შევიდოდა პარლამენტში თქვენ რო არ ყოფილიყავით აი თქვენ უნდა აიძულოთ პირობების და გარანტიების გარეშე ვერცეთმა ვერ გაბედოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იმ თვითმმართველობა რომელიც ქვეყანაში არ არსებობს მადლობთ ყურადღებისთვის მადლობ გაცხარებისთვის ბოდიში გიხდით და მე მჯერა რომ გამარჯვება ჩვენია